გვეკითხებიან, რომელი დიაგრამა გვიჩვენებს a-ს minus b-ს, ანუ a ვექტორის minus b ვექტორის მიღების მართებულ გზას. და აქ ხედავთ, გვაქვს a ვექტორი, ეს არის b ვექტორი და ამ ორი დიაგრამიდან ერთ-ერთი იქნება, იმედია, ამათი, გერდა ამისი, ანუ ამ სხვაობის მიღების მართებული გზა. მოდი დავუკვირდეთ პირველს. ესე იგი, აქ რა ხდება? აქ გვაქვს a ვექტორი ჩვეულებრივად, ანუ აი აქ როგორც არის, აქაც ეგრე გადმოხატულია პრაქტიკულად, იგივე ვექტორებია და b-ს რაც შეეხება, აქ მაქვს b და აქ მაქვს minus b, ანუ შებრუნებული არის. და როგორც ხედავთ, ერთმანეთს მიმატებულია a ვექტორი და minus b ვექტორი, ხო? ანუ a ვექტორის ბოლოში არის minus b ვექტორის სათავე. ეხლა a-ს მიმატებული minus b შინაარსობრივად იგივეა, რაც a-ს გამოკლებული b, ხო? ანუ ესე იგი, ეს არის სწორი ვარიანტი. ეს ნამდვილად სწორია. ანუ უბრალოდ შეებრუნეს b ვექტორი, b ვექტორის უარყოფითი აიღეს და მიუმატეს a ვექტორს, რაც ნიშნავს, რომ a-ს გამოაკლეს b ვექტორი. ეხლა მოდი ნახოთ ქვემოთ. ქვემოთ გვაქვს minus b ვექტორი და minus a ვექტორი. ანუ ორივე შებრუნებულია რატომღაც და ეგრე არის შეკრებილი, რაც მოგცემდა minus a-ს minus b-ს და არა a-ს minus b-ს, ასე რომ მეორე არ არის სწორი და ორივე და არც ერთიც არა კარგი ვარიანტები. ესე იგი, გამოდის, რომ სწორი უნდა იყოს ეს პირველი ვარიანტი და მართლაც სწორია.